არ ვიცი გაჩვენოთ თუ არა ეს დაბინძურებული ღუმელი. ახლა ჯერ ზედაპირის წმენდით დავიწყოთ. დაასხი საწმენდის საშუალება, გადაანაწილე და გააჩერე სულ რაღაც 30 წამი. მეტი დროით გაჩერებას შუმანიტი არ საჭიროებს. შეგიძლიათ გაწმინდოთ გასქური ზედაპირი ღუმელი, გამწოვი, სხვადასხვა შემადგენელი აქსესუარები და ასევე გასქურის გარშემო კაფელით, სადაც შესაძლოა ცხიმი იყოს. მინიმალურ დროში, აი ასეთ დაბინძურებაზეც იღებთ მაქსიმალურ შედეგს. ბოლოს გადავწყვიტე, რომ მაინც მეჩვენებინა თქვენთვის ღუმელი. ვიმედოვნებ, რომ არ გამკიცხავთ და უბრალოდ შეხედავთ, როგორ უმკლავდება საწმენდის საშუალება. ყველა შემადგენელი აქსესუარი გამოვიტანე, დავასხე შუმანიტი და ჩამოვრეცხე. ღუმელის შუმანიტით გაწმენდის შემდეგ აუცილებლად სველი ტილოთი რამდენჯერმე კარგად გამოწმინდეთ. დამეთანხმებით, რომ იღებთ მინიმალურ დროში მაქსიმალურ სისუფთავეს, ზოგავთ თქვენს ენერგიას და დროს, უბრალოდ დაასხი და გაწმინდე. შენც ცადა შუმანიტი და აუცილებლად გამიზიარე შთაბეჭდილება, თუ რომელ ზედაპირზე მოგეწონა ყველაზე მეტად. ხოლო როგორ შეიძინოთ შუმანიტი ყველაზე ხელსაყრელ ფასად, აუცილებლად უნდა დაწეროთ კომენტარებში და მე ყველას პირადში გიპასუხებთ.